საღამშვიდობის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე თქვენ თავისუფალ ტრიბუნას უყურებთ. სტუდიაში თამარ ფიროსმანიშვილი მუშაობს. რაც შეეხება ჩვენს სტუმარს, დღევანდელი ჩვენი გადაცემა ეთმობა დემოკრატიულ მოძრაობას და ჩვენი სტუმარი გახლავთ ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გახლავთ. მოგესალმებით ბატონი დიმიტრი, დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბატონი დიმიტრი, მოდით დავიწყოთ საკონსტიტუციო კომისიაზე საუბრით, რომლის პირველი შეკრება სწორედ ხვალ უნდა შედგეს. უკვე დღეს ცნობილი გახდა ვინ შედის ამ კომისიაში, როგორია მისი შემადგენლობა. გვახსოვს ჩვენ წინა წლებშიც როგორ მუშაობდა საკონსტიტუციო კომისია და შეფასებები ზოგადად ასეთი, რომ მათი მუშაობა არც ისე ნაყოფიერი იყო. რა მოლოდინი გაქვთ ახლა და ასევე მინდა შევეხო იმ თემას პრეზიდენტის მონაწილეობა არ მონაწილეობის შესახებ. ჩვენ ვისმენთ განცხადებებს, რომ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ გიორგი მარგველაშვილი ვერ იქნებოდა ამ კომისიის თავმჯდომარე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გააკეთა განცხადება, რომ ის საერთოდ არ ჩაერთვება ამ კომისიის მუშაობაში, მაგრამ დღეს ვნახეთ უკვე ჩამონათვალში და სიაში წარმომადგენლები სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. რასთან გვაქვს საქმე და რამდენად შედეგიანი ნაყოფიერი იქნება ამ კომისიის მუშაობა, შემდეგ უკვე ვისაუბროთ იმ სავარაუდო საკითხებზე, რაც შეება დაადგეს დღის წესრიგში. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ შესაძლებლობისთვის, რომ საზოგადოებას განუმარტოთ მთელ რიგს მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით და მათ შორის ვფიქრობ, რომ საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თავისი სტატუსიდან გამომდინარე ნამდვილად იმსახურებს განსაკუთრებულ ყურადღებას მედიის მხრიდან, გამომდინარე კიდევ რომ საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის უზენაესი. თქვენ ერთ-ერთი წევრი ხართ, ამის თქმა დამავიწყდა შესაძლებლობა. ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თვითონ სტატუსი კომისიის არის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მადლობა აღნიშვნისთვისაც, რა თქმა უნდა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივია წარმოვადგენდე პოლიტიკურ ორგანიზაცია დემოკრატიულ მოძრაობა ერთიან საქართველოს ამ კომისიაში, როგორც მოგახსენეთ, კომისიის სტატუსის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს გახლავთ პოლიტიკური ფორუმი პირველ რიგში, ფორუმი, რომელმაც გარკვეულწილად უნდა მიაღწიოს კიდეც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კონსენსუსს, მაგალითად ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორც არის საარჩევნო გარემო და საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებული საკითხები, ტერიტორიული მთლიანობის და ტერიტორიული მოწყობის პრინციპებთან დაკავშირებული დებულებები, როგორც არის სახელმწიფო პოლიტიკური მოდელი ქვეყნისა, როგორ მოდელში გვინდა რომ ვიცხოვროთ, როგორც არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლო ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლების თავით გათვალისწინებულ იმ დებულებებს, რომელშიც საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს, ანუ საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანოს როლს მიენიჭება განსაკუთრებული ყურადღება, განსაკუთრებით საბოლოო სასამართლო აქტების რევიზირებასთან დაკავშირებით, ვინაიდან თქვენ მოგეხსენებათ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ძირითადი საქმიანობა შეეხება სწორედ ნორმატიული აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობას, მაგრამ ამ შემთხვევაში სასამართლო საბოლოო აქტებით ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა მეორე თავით გათვალისწინებული, ასე ვთქვათ, პირობასთან შესაბამისობაში იყოს. ასევე ჩემთვის, როგორც უკვე წარდგენილი წევრისთვის, პარტიასთან ურთიერთშეთანხმებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მქონდეს პოზიცია ესეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორც არის საკუთრების უფლების განმსაზღვრელი უკაცრავად მუხლი 21 მუხლი, რომელშიც არაფერია ნახსენები მიწის საკუთრების რეგულაციებთან დაკავშირებით და თქვენ მოგეხსენებათ, რომ დღეს ერთ-ერთი ყველაზე წინ წამოწეული საკითხი არის სწორედ მიწის რეგულაცია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ჩემთვის ალბათ განსაკუთრებით ხაზგასასმელია, გახლავთ ის, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელსაც მე პიროვნულად ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც ძალიან ძლიერი იურისტ და კონსტიტუციონალისტს, მქონდა შესაძლებლობა, რომ მასთან ჯერ კიდევ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე მე მუშავა ქართული ოცნების საზოგადოებრივი კომისიის იმ შემადგენლობაში, რომელიც ერთის მხრივ საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით იყო, სხვადასხვა თემები იყო და მათ შორის იმ თემებზე, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებთან იყო დაკავშირებული და საარჩევნო სისტემების რეგულირებასთან და ჩვენ მაშინ მქონდა გარკვეული შეჯერებული პოზიცია. აი მე მინდა დავსვა კითხვა და ხვალ მე ამ კითხვას დავსვავ თუ შესაძლებლობა მექნება. იქნება თუ არა სახელმძღვანელო დოკუმენტი 2017 წლის მდგომარეობით ქართული ოცნებისთვის, ის დოკუმენტი, რომელიც მომზადებული იქნა საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნების თემატურ ჯგუფში და რომელსაც თავის დროზე ასევე ხელმძღვანელობდა ბატონი ირაკლი კობახიძე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, იმიტომ რომ ეს იყო დოკუმენტი, რომელსაც უკლებლივ მთელი პოლიტიკური სპექტრი გარდა ნაციონალური მოძრაობისა მაშინ მხარს უჭერდა. სხვა საკითხია რა შესრულდა, რა არ შესრულდა და რაც არ შესრულდა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვავე საკითხი ეს არის საარჩევნო სისტემა, რომელიც დღემდე არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ 2012 წლის არ შეცვლილა და დღეს გვესმის განცხადებები, რომ 2020-ისთვისაც არ შეიცვალა. და ეს არის აი ჩემთვის ყველა წარმოუდგენელი, იმიტომ რომ მე თუ ერთი წამი წარმოვიდგენ, მაგალითად
იმ დოკუმენტს, რომლის შესრულებამაც განაპირობა ქართული ოცნების ლიდერებისთვის რბილი სავარძლები, გარანტირებული ხელისუფლება და ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ბუნებრივია ხალხმა სწორედ იმიტომ დაუჭირა ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ 2012 წელს მხარი რომ მათ ძირეული რეფორმები გაეტარებინათ. შემდგომში იყო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები, შემდგომში იყო 2014 წლის მუნიციპალური არჩევნები, სისტემის ცვლასთან დაკავშირებით იყო სერიოზული მოლოდინები, შემდგომ გააჩინეს მოლოდინი იმისა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აუცილებლად მოხდებოდა განსაკუთრებით მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ცვლასთან დაკავშირებული რეფორმები და რასთან დაკავშირებითაც სწორედაც რომ შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ბატონი დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით და რომელმაც ერთი დღეც კი ვერ იმუშავა და წარმოიდგინეთ იმიტომ რომ ისინი აცხადებდნენ რომ kvორუმი ვერ დგებოდა. მიუხედავად იმისა რომ იგივე გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას ჩემი სახითაც მაშინ ყავდა წარდგენილი კანდიდატი, არ მოხდა მისი ამ კანდიდატურის განხილვა, არ მოხდა კენჭისყრის პროცედურები და ბუნებრივია როდესაც kvორუმზე წუწუნებ, ანუ kvორუმის საზოგადოებისთვის გასაგებ ენაზე რომ ახსნათ საკმარისი რაოდენობა იმ კომისიის წევრებისა, რომელთა რაოდენობის ასე ვთქვათ კრიტიკული მასის არსებობის შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია გააგრძელოს მუშაობა, როგორ გაიქნებოდა თუკი ჩვენ არ გვიყრიდნენ კენჭს. ახლა რა მოლოდინი გაქვს, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება დამოკიდებულება იმ შეხსენებებზე, რასაც თქვენ გეგმავთ თვალ, იმ საკითხების მიმართ, რასაც დააყენებთ შეხვედრაზე? დიახ, ერთის მხრივ ერთგვარი ექსკლუზივიც გამომივიდა თქვენს გადაცემაში, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩაციებით და ჩაძიებით გვეკითხებიან ჟურნალისტები თქვა რა საკითხს დააყენებთ და ასე შემდეგ 13 წამიან და 25 წამიან სინქრონში უბრალოდ წარმოუდგენელია ყველაფერზე საუბარი და თქვენთან ვისარგებლებ მართლაც ამ დროის მომენტით მე მიმაჩნია რომ საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი თემაა რომელზეც მოგვიწევს მსჯელობა და რომელ ვარიანტს უჭერთ მხარს მე ვუჭერ მხარს და ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაცია მხარს უჭერს იმას რომ საქართველოს ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვა განხორციელდეს არ მოხდეს გადახარჯვა არ კონდეთ დეპუტატებს ასე ვთქვათ ვალდებულება იმისა რომ ლიხსიქეთ და ლიხსაქეთ ექსტრემალურ სიტუაციებში ფორტ ბოიარდი ითამაშონ ასე ვთქვათ და გარდა იმისა რომ მნიშვნელოვანი ფინანსები დახარჯონ საქართველოს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ასევე სიცოცხლე და ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ, როგორც საკუთარი, ისე იმ ძღოლებისა, რომლებსაც ათმაგად უხდებათ იქით-აქეთ სიარული. მე ვფიქრობ, რომ სრულიად გაუაზრებელი და სრულიად არამართებული არის. გარდა ამისა, მე ვფიქრობ ასე, რომ ქვეყნის პოლიტიკური დედაქალაქი არის თბილისი და ქვეყნის პოლიტიკურ დედაქალაქში უნდა იყოს სწორედ მოქცეული მისი უმაღლესი წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანო პარლამენტი და შესაბამისად მე პირადად რა თქმა უნდა პარტიასთან შეთანხმებით განვიხილავ სწორედ იმ ვერსიას რომელიც საქართველოს დედაქალაქში ქალაქ თბილისში მოიცავს ასე ვთქვათ პარლამენტის შესაძლებლობას. გაქვთ ეს თემა? მე პრიორიტეტული ჩამოგითვალეთ გადაცემის დასაწყისში ყველა პრიორიტეტული არ შეიძლება კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებები, რომელიც რეფორმასთან არის დაკავშირებული, საერთოდ საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ორი მიზნით შეიძლება შეიკრიბოს. ერთი, როცა ახალ რედაქციაზე მიდის მსჯელობა, ხოლო მეორე, როდესაც რევიზირება უნდა მოხდეს უკვე არსებულის და ეგრეთ წოდებული რეფორმა უნდა განხორციელდეს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ იგივე პრეზიდენტის ინსტიტუტის არჩევითობის საკითხი, რომელიც დღეს ესეთი განსაკუთრებული განსჯის საგანია, ასევე უნდა წყდებოდეს ძალიან მარტივი ლოგიკისა და საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე. პირველ რიგში მე მიმაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის არჩევითობა არ უნდა იყოს ერთ სიბრტყეში მოქცეული. თუკი საქართველოს სახალხო დამცველს ორგანული კანონის თანახმად ასახელებს ფრაქცია, ასახელებენ საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ხოლო შემდგომ საქართველოს პარლამენტის მარტივი უმრავლესობა მას ამტკიცებს ასე ვთქვათ აღნიშნულ თანამდებობაზე, იგივე არ უნდა ხორციელდებოდეს პრეზიდენტთან დაკავშირებით, ხო? პრეზიდენტი ის არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ის არის ნეიტრალური არბიტრი, ის არის ჩვენი კონსტიტუციური უფლებების დაცვის გარანტი და ბუნებრივია მისი არჩევა უნდა ხდებოდეს საყოველთაო, პირდაპირი წესით და სახალხოდ, რა თქმა უნდა. და არა ის რომ ეგ გადაჯგუფებებისა და გადმოჯგუფებების შედეგად მიღებული ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის ქვეშ არსებულმა უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ესე არ უნდა ხდებოდეს. ამ პოზიციას იზიარებს მართველი გუნდი. ტელემაყურებელი დაგვირეკავს და ამ საკითხთან დაკავშირებითაც გამოთქვავს თავის პოზიციას და არა მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც მოგახსენეთ, ერთ-ერთი სახელისუფლებო შტო, სასამართლო ხელისუფლება ასევე დაუყოვნებლივ საჭიროებს რეანიმირებას. დაუყოვნებლივ საჭიროებს რეანიმირებას ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დღემდე დამოკლეს მახვილებით კიდია 200 პოლიტპატიმრის მიმართ
გამოტანილი დადგენილება საქართველოს პარლამენტისა და ამ დროს ამ დადგენილებების უკან არსებული მოსამართლეები კვლავ აგრძელებენ სასამართლო ხელისუფლებაში ყოფნას მოსამართლის რანგში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს კონსტიტუცია მათ ანიჭებს განუსაზღვრელ უფლებებს, რომ არავის აქვს უფლება ჩაერიოს მოცემულ სამართალწარმოების საქმეზე, ასე ვთქვათ, მოსამართლის მიერ განჟილ კონკრეტულ საქმის წარმოებაში. და ეს ბუნებრივია, ჩვენ გვაცილებს ევროპულ სტანდარტებს, რომლისკენაც მივისწრაფით. ძალიან ხშირ შემთხვევაში ჩვენ სწორედ თავარი, ასე ვთქვათ, ამოსავალი წერტილი გვაქვს, რომ დაუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებს და მე არ ვიცი, ბატონმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არც ერთი ჩვენს მიერ მისაღები გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება მოწონებული ვენეციის კომისიის მიერ არ იქნება განხილული, უბრალოდ არ იქნება ასე ვთქვათ, გამოტანილი საბოლოო კენჭისყრაზეო, თუ კი ჩვენ ვაპირებთ, რომ ევროპულ სტანდარტებს გაუწონოს სწორედ ჩვენ მიერ მისაღები გადაწყვეტილებები, მაშინ პირველ რიგში მე ვსვავ შეკითხვას სასამართლო ხელისუფლების თავით ასე ვთქვათ, განსაზღვრულ დებულებებში შევიტანთ თუ არა ცვლილებებს. ბატონ დიმიტრი, ეს გასაგებია თქვათ ბატონ კობახიძის განცხადება, თუმცა გამოცდილება სულ სხვა რამეზე მეტყველებს. თუნდაც წინა საარჩევნო პერიოდში საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლის საკითხი. მაშინ საუბარი იყო იმაზე, რომ ეს ყველაფერი გაკეთა მხოლოდ იმიტომ, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია სწორედ ასეთი იყო და ამ არგუმენტით ამყარებდნენ თავიანთ გადაწყვეტილებას. მაგრამ საბოლოო ჯამში გარკვეულწილად სამართლიანად გადანაწილდა, ასე ვთქვათ, ხმები, თუმცა მივიღეთ ძალიან ცუდი ვითარება ამ მიმართულებითაც. ამ შემთხვევაში როგორ იქნება, ასე გამოიყენებს ვენეციის კომისიის რჩევებსაც? კი, რა თქმა უნდა, თქვენ ძალიან ინფორმირებული ჟურნალისტი ბრძანდებით და არ გამოგეპარებოდათ ის გარემოება, რომელმაც უხერხულობის დონეზე თავი იჩინა ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის სამი ოლქის გაერთიანება არითმეტიკული პრინციპით, რომ ამორჩევლის რაოდენობის არითმეტიკული ჯამი ყოფილიყო საბოლოო ჯამში ბალანსში ყველა სხვა დანარჩენ ოლქში. მაგალითად ის, რომ მესტიამ, ლენტეხმა და რაჭამ მიიღეს, ესე იგი, ერთი დეპუტატი, ხო? ეს რამდენად ჯდება საჯარო საზოგადოებრივ ინტერესში, ეს უნდა ვკითხოთ პირველ რიგში ამორჩეულს, რომელიც აშკარა უკმაყოფილებას გამოთქვავდა ამ მიმართულებით და ბევრი სხვა მექანიკური გაერთიანება, რომელსაც ტერიტორიული პრინციპი განახორციელა, ასე ვთქვათ, წინა საარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ეს საკითხიც აუცილებლად უნდა იქნეს მსჯელობის საგანი და თუკი ჩვენ საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოვიტანთ იმ პროექტებს, რომელსაც მათ შორის გაერთიანებული დემოკრატიული რესპუბლიკა აპირებს, რომ გამოიტანოს, ჩვენ დავწუნდებით, რომ ეფექტური იქნება თუკი მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას ჩაანაცვლებს სწორედ ჰიბრიდი, პროპორციული და სამხარეო პროპორციული სისტემისა. სხვა შორის ეს არის ის პრინციპი, რომელიც ჯერ კიდევ 2006 წელს იქნა მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ, ხოლო შემდგომში მიხეილ სააკაშვილმა გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც მისი აბსოლუტურ ძალაუფლებაში ყოფნას ემსახურებოდა და შემდგომში ის აპირებდა, რომ დარჩენილიყო და უსაზღრო დროით გაეხანგრძლივებინა მისთვის ძალაუფლებაში ყოფნა 2008 წელს იქნა შეცვლილი. 2008 წელს ამოქმედდა ის მოდელი წინა საპარლამენტო არჩევნებზე, ანუ 2007-დან 8 წლის პერიოდზე, რომელმაც უზრუნველყო 75 მაჟორიტარული და 75 პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატის რაოდენობა. ანუ შემცირდა, გახსოვთ თქვენ 150-მდე რაოდენობა და ეს 150 გაიყო შუაზე. დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ რაოდენობა, რა თქმა უნდა შემცირებულიყო, მაგრამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა აუცილებლად უნდა ჩანაცვლებული იქნეს. ეს წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მუდმივად მივიღებთ ფულის ტომრებს, რომლებიც ძალიან ადვილად ყიდულობენ ასე ვთქვათ, ჩვენი ამორჩევლის ხმებს, მით უმეტეს იმ ტოტალური სიდუხჭირის ფონზე, რომელიც დღეს ძიმე სოციალურ ფონად განსდევს ჩვენს ქვეყანას. გასაგებია, ბატონ დიმიტრი, თუმცა სხვა კონტექსტში კითხეთ, ვენეციის კომისიას სხვა კონტექსტში ვახსენე, ანუ რამდენად არის ეს არგუმენტი იმისთვის, რომ აუცილებლად ყველაფერი გადაწყდება ისე, როგორც ამას ითხოვს ევროპული სტანდარტი. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მაშინაც იშველებდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი გადაწყდა ძალიან ცუდად. ვენეციის კომისია ამ შემთხვევაში მართალი იყო, იმიტომ რომ მის გადაწყვეტილებას რეკომენდაციებიც იყო, იქ მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ბუნებრივია, როგორც ექსპერტებმა, სამართალმცოდნეებმა ვენეციის კომისიამ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება რამდენად სამართლიანია,
ანუ სწორედ ამ შემთხვევაში გამომდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან. სხვა შორის მიწაზე საკუთრების უფლების დაშვებაც 1 დეკემბრიდან ასევე არის შედეგი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა. ერთია რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიღებული ყოფილიყო საერთაშორისო სამართლებრივი აქტების ფონზე ვთქვათ, მაგრამ მეორეა, რამდენად სამართლიანია ეს და რამდენად პასუხობს ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ამ შემთხვევაში მიწაზე საკუთრება იქნება თუ საარჩევნო ოლქების გამსხვილებისა და ელექტორატის ესე ვთქვათ ჯამური მაჩვენებლის 47-დან 59000-მდე ჯამური მაჩვენებლების მიღწევის მიზნით აი ამ ოლქების შემდგომი გასხვისების ღონისძიებებისა, რომელიც გატარდა საკანონმდებლო დონეზე. მე ვთვლი რომ არასამართლიანია. ამას მხოლოდ მე არ ვთვლი და ჩემი პოლიტიკური გუნდი, ჩვენ ვთვლით რომ ეს ყველაფერი არის გადასახედი და ჩვენ უნდა მივიღოთ იმგვარი კანონმდებლობა, რომელიც შესაბამისობაში მოვა საქართველოს კონსტიტუციასთან და აღარ იქნება შემდგომში ასე ვთქვათ გადასახედი სასამართლოს მიერ. ბატონ დიმიტრი, არაერთხელ ახსენეთ მიწასთან დაკავშირებული საკითხები და როგორ უნდა იყოს ეს ყველაფერი კანონმდებლობით დარეგულირებული. ამ შემთხვევაში მინდა კითხოთ უცხოელებთან დაკავშირებით უცხოელებზე მიწის გასხვისების საკითხზე რა პოზიცია აქვს დემოკრატიულ მოძრაობას? არსებობს ძალიან უხვი მაგალითი იმ გამოცდილებისა, რომელსაც პროგრესული სახელმწიფოები ატარებენ. მე ამ შემთხვევაში ხას უსვავ პროგრესულ სახელმწიფოებს, უსვავ განსაკუთრებით ხას სწორედ ევროპის კონტინენტზე განალაგებულ სახელმწიფოთა წიაღში, ასე ვთქვათ, განხორციელებულ კანონმდებლობას და ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად უნგრეთის, ავსტრიის, ბულგარეთის, გერმანიის შემთხვევები, ასევე სკანდინავიის ქვეყნებს აქვს ძალიან საინტერესო დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ყველგან ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებში მიწაზე საკუთრების უფლება არის დაშვებული მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში და ეს გამონაკლისის შემთხვევები მთელი რიგი ბარიერების გავლის შემდგომ მიენიჭება უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც დაასაბუთებს, რომ მის მიერ წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება აგრარულ ბიზნესში და მის მიერ ჩადებული რეალური ინვესტიციები აგრარულ სფეროში წარმატებას მოუტანს არა მხოლოდ მას და მის ბიზნესს, არამედ იმ სახელმწიფოს, რომელშიც ის ამას ახორციელებს. და არა ისე ბრმად, საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი უნდა იყოს, ასე ვთქვათ. დიახ, და არა ისე ბრმად და მე არ მინდა რომ ქსენოფობიურად იქნეს აღქმული ჩემი სიტყვები, რა თქმა უნდა, მე პირველ რიგში გამოვდივარ ჩემი სახელმწიფოს კანონიერი ინტერესებიდან და არა ისე რომ მაგალითად ინდოეთის პროვინცია პენჯაბში მყოფმა პირმა ელექტრონულ აუქციონზე შეეძინოს მიწა მაგალითად გორის რაიონში იმგვარად, რომ გორის რაიონის კონკრეტული სოფლის მაცხოვრებლებმა ბოლო მომენტამდე არ იცოდნენ, რომ თურმე მათი მიწა არის გასხვისებული. ამ ფაქტის წინაშე ჩვენ არაერთხელ დაგვაყენა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლება, შემდგომში ინერციით გადმოვიდა ეს ესტაფეტა ახალ ხელისუფლებაზე და მას შემდეგ რაც სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ბატონი ზურაბ ტყემალაძის ძალიან აქტიური ჩარევის შედეგად მოხდა მორატორიუმის გამოცხადება მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო უпростоრად საკონსტიტუციო სასამართლო მიიღო გადაწყვეტილება იმ უცხოელი მესაკუთრის სასარგებლოდ, რომელსაც შეეზღუდა მიწით სარგებლობის უფლება და შემდგომში ეს პრეცედენტი უკვე ვალდებული იყო სახელმწიფო გაერთიანებინა უკვე კანონმდებლობაზე და აეცახა კანონმდებლობაში, მაგრამ მაშინ სხვათა შორის მრეწველების დამსახურება იყო ის, რომ მათ მოახერხეს და რამოდენიმე ხნით გააწელეს პროცესი. მხოლოდ და მხოლოდ პროცესი გაიწელა. სამწუხაროდ დღეს მას შემდეგ რაც ქართული ოცნება მოვიდა კონსტიტუციური უმრავლესობით, გაუგონარი რამ მოხდა 1 დეკემბრიდან კვლავ პრაქტიკა ძალაშია. კვლავ მიმდინარეობს პროცესი უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემისა პირდაპირ მიყიდვის წესით და მე ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკა დროულად უნდა შეიზღუდოს და მით უმეტეს დღეს ჩვენ გაგვაჩნია განსაკუთრებული მიზეზიც და გნებავთ საბაბიც იმისა, რომ იგივე ვენეციის კომისია იქნება თუ ჩვენ დასავლელი პარტნიორები იქნებიან, რომლებიც რატომღაც ჩვენგან მიწის გაყიდვის ასე ვთქვათ მოთხოვნას ერთ-ერთ მთავარ საკითხად აყენებენ. დღეს ჩვენ როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იწყებს მოქმედებას და მუშაობას, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მისი მუშაობის დასრულებამდე, საბოლოო კონსტიტუციური პროდუქტის დადებამდე, ჩვენ კვლავ ვიყენებთ მორატორიუმის რეჟიმს და ვთქვათ, აი ამ მავნე პრაქტიკას ვაჩერებთ. ეს საკითხიც ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მინდა ხვალ დავაყენო საორგანიზაციო კომიტეტის სხდომის უпростоრად დღის წესრიგში, ხვალ იქნება შეჯერება ძირითად პრინციპებზე, ხვალ იქნება შეჯერება ამავე დროს საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებითაც და ბუნებრივია ჩემს მიერ ზოგადად დასმული ეს შეკითხვები ნამდვილად უნდა იყოს ღირსი პასუხის გაცემის. გასაგებია ბატონ დიმიტრი, სანამ საკონსტიტუციო კომისიის შესახებ თემას ამოვწურავთ,
საუბრის დასაწყისში კითხეთ მე პრეზიდენტის ჩართულობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში ფიქრობთ თუ არა, რომ პრეზიდენტი უნდა ყოფილიყო ამ კომისიის ხელმძღვანელი, ასე ვთქვათ, და რა პოზიცია გაქვთ ახლა, როდესაც ცხადდება თითქოს, რომ პრეზიდენტი არ ჩაერთვება კომისიის საქმიანობაში, თუმცა ხედავთ სიაში წარმომადგენლებს სწორედ პრეზიდენტის ადმინისტრაციით. თუ გიორგი აბაშიშვილი და ანა დოლიძე იყო ამ სიაში. კი, ნამდვილად, თუ ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციას, პრეზიდენტის თავს დავრწმუნდებით, რომ პრეზიდენტი ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ის არის ამავე დროს ჩვენი კონსტიტუციური დაცვის უფლებების დაცვის გარანტი, ის არის ამავე დროს მიუკერძოებელი და ნეიტრალური არბიტრი, რომლის პოლიტიკურ მნიშვნელობაზე ხა მე არ მინდა ამ გადაცემაში საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც საკითხი უზენაესი კანონის რეფორმირება შეეხება, პრეზიდენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა მასში, მე ეს პოზიცია თავიდანვე დავაფიქსირე, მას შემდეგ რაც ატყდა მორიგი პინგ-პონგის ასე ვთქვათ პარტია, სწორედ აი ეს საკითხები რაც ჩამოთვალეთ, ამას ასახელებდნენ უშუალოდ ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც და ამბობდნენ, რომ აი ამის გათვალისწინებით ეს კომისია იქნებოდა უფრო სანდო საზოგადოებისთვის და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თუ პრეზიდენტი იქნებოდა კომისიის ხელმძღვანელი. არა, ცხადია, ეცეთ, იმიტომ რომ ამ კინკლაობას აღარ დაადგა საშუალო, ესე იგი, აღმასრულებელი ხელისუფლება, საპარლამენტო ხელისუფლება და საპრეზიდენტო ვერტიკალი, ასე ვთქვათ, სამწუხაროდ ვერ თანაარსებობენ ერთმანეთთან იმგვარად, რომ პრეზიდენტს ძალიან ხშირ შემთხვევაში აქვს ხოლმე თავისი ამბიციები. მე ამ შემთხვევაში არ ვამართლებ მის პოზიციას, გავამართლებდი იმ შემთხვევაში მას, რომ შეექმნა ალტერნატიული კომისია. აი მას, რომ გაეკეთებინა ალტერნატიული ქოლგა და მოეწოდებინა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, მათ შორის იმ 13 პოლიტიკური კვალიფიციური პარტიისთვის, რომლებიც დარჩნენ აი ამ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის მიღმა, მაშინ მე ჩავთვლიდი, რომ მისი პოლიტიკური დემარში იქნებოდა გამართლებული. მაგრამ მან უბრალოდ არ მიიღოს პროცესში მონაწილეობა დიდი ბოდიში, მაგრამ ეს მისი შეპესე ხომ არ არის, ის არის საქართველოს პრეზიდენტი. მას თუ არა აქვს სურვილი, რომ თანათავმჯდომარე იყოს მაგალითად პროცესში, მაშინ მას შეუძლია, რომ თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიავლინოს იქ. და მე ვთვლი, რომ მაგალითად ბატონი გიორგი აბაშიშვილი ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური პირია, ასე ვთქვათ, ისევე როგორც კალბატონი ანა დოლიძე, დიახ, ძალიან გამოცდილი იურისტია და მისი მონაწილეობა ბატონ გიორგი აბაშიშვილთან ერთად მხოლოდ დაამშვენებდა კომისიის შემადგენლობას და უფრო კომპეტენტურს გახდიდა და უფრო ღრმას და ანალიტიკურს გახდიდა ამ კომისიაში მუშაობის პირობას. სხვა საკითხია რა პოზიციაზე დამოკიდებულება და შესაძლოა ჩაერთონ ეს ადამიანები. სხვა შორის ძალიან კაი შეკითხვაა, ეხლა მე დღეს გადავხედე სიას და თუ არ ვწდები მეშვიდე მერვე ნომრად გამწესებულნი არიან კომისიის შემადგენლობაში ბატონი გიორგი აბაშიშვილი და კალბატონი ანა დოლიძე. გამომდინარე პროცედურიდან, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში ამა თუ იმ პირის დაშვებას და მუშაობას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავად უნდა წარადგინონ სასურველი პირი. შემთხვევაში იუსტიციის უშუალობის საბჭოს მდივანმა, მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტმა, მიუხედავად იმისა, რომ უშუალობის საბჭო ეს გახლავთ სათათბირო ორგანო არა, საქართველოს პრეზიდენტის ორივე ინსტიტუტს ჰქონდა შესაძლებლობა წარედგინა თავისი კანდიდატები, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მათ, როგორც ისინი აცხადებენ, ყოველ შემთხვევაში არ წარუდგენიათ კანდიდატები, ეს ორი პიროვნება, ორი გვარი და სახელი, ანუ პერსონალური მონაცემები აი ამ ინსტიტუტებიდან წარდგენილ პირების შესახებ მოცემულია. ისევ როგორც ყველა იმ ადამიანის და ყველა იმ ასე ვთქვათ პიროვნების, რომელიც წარადგინა ამა თუ იმ პოლიტიკურმა პარტიამ, ამა თუ იმ საექსპერტო ბიურომ თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ. აქედან გამომდინარე, მე მაინც მიჩნდება იმედი იმისა, რომ შესაძლოა დღეს არსებული ბოიკოტის რეჟიმი ხვალ შეიცვალოს და გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები განაცხადში ყოველ შემთხვევაში არიან, შემხედრი საჭიროების შემთხვევაში და მიხედვით შეიძლება დაუბრუნდნენ კომისიას გარკვეული ასე ვთქვათ ფორმატით. კი ბატონო, გასაგებია, იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა იქნება ნაყოფიერი, შედეგიანი და კარგის მომტანი, რაც თავარია ქვეყნისთვის. ხო, იცით, მე ამ რეზუმეს სახით გავაკეთებდი ერთი წუთით ვისარგებლებ მხოლოდ და მხოლოდ. რა თქმა უნდა, ეჭვი იმისა, რომ ეს ყველაფერი ხორციელდება ქართული ოცნების ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, საკმაოდ მაღალი და საკმაოდ ლეგიტიმურია, თუ კი ესეთი ეჭვი არსებობს და მე პირადად მაქვს ეს ეჭვი, თუმცა სიფრთხილით ვეკიდები, რა თქმა უნდა, საკითხს გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც დილემის წინაშე დგას, მიიღოს თუ არ მიიღოს მონაწილეობა პროცესში, თუ კი ის ნამდვილად არის პოლიტიკური პარტია, თუ კი მას მართლა გააჩნია გარკვეული პასუხისმგებლობა,
ის უნდა შედიოდეს ამ პროცესში აუცილებლად, ხოლო აი ის საკითხები, რომელიც მე ჩამოვაყალიბე და რომელზეც მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი ინტერესი ძალიან მაღალია. როდესაც ამ საკითხებს დავაყენებ, მათ შორის იმ საკითხებს, რომელსაც ქართული ოცნება ჯერ კიდევ 2012 წლამდე ლობირებდა და თავადვე უღალატა თავის ღირებულებებს, ხომ? როცა ეს საკითხები დადგება და ჩვენ აღმოვაჩენთ, რომ ქართული ოცნება გაწყვეტინებთ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, რა პოზიცია ექნებათ აი ხვალ, როდესაც თქვენ იტყვით, რომ რატომ არ აუქმებთ მაჟორიტარულ სისტემას? რა პასუხს გაგცემენ? ხო, მე ესე მარტივად არ ვაპირებ, ბუნებრივია კითხვის დასმას, იმიტომ რომ პროდუქტი, რომელიც თავის დროზე საზოგადოებრივმა ორგანიზაცია ქართული ოცნების თემატურმა ჯგუფმა დადო, კომპლექსური და მრავალ, ასე ვთქვათ, ასპექტიანია, ხომ? იქ მხოლოდ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებაზე არ არის საუბარი, იქ არის საუბარი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე მთლიანობაში და ბევრ სხვა კონსტიტუციურ საკითხებზე. და ბუნებრივია ის პროდუქტი დებს აი ეს პროდუქტი, რაზეც დაასრულა მაშინ მუშაობა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ, რაც წარუდგინა ხალხს და უთხრა ხალხო, აი ამის მერე მე ვიმსახურებ თქვენს ხმებს და გთხოვთ დამიჭიროთ მხარი და ხალხმა დაუჭირა მხარი. დღეს არის 2017 წელი, გავიდა 5 წელი და მე შესაძლებლობა მეძლევა 5 წლის თავზე კომისიას შევახსენო ამ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა მე ვკითხულობ ხმამაღლა. თუნდაც აი ამ მიზნის განსახორციელებლად ღირს თუ არა შეხვიდე სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველივე სხდომაზე და დააყენო საკითხი. რამ განაპირობა მიღება, რამ განაპირობა შემდგომში ღალატი საკუთარი ასე ვთქვათ ინიციატივითა და საკუთარი პოლიტიკური ნების გამოხატულებით მიღებული დოკუმენტის მიმართ ზურგშექცევისა და არის თუ არა ეს ის ინტერესი, რომელიც ემსახურება საზოგადოებრივ საჯარო ინტერესს. კი ბატონო, ნახოთ როგორი იქნება ჩემი მხრიდან და ბუნებრივია ალბათ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკვე გვეწოდება. და სწორედ ამიტომ მინდოდა ეს რასთან დაკავშირებითაც გავაკეთე განცხადება, რომ ეს ეჭვი არსებობს, მაგრამ როცა საბოლოოდ დადასტურდება ეს ეჭვი ქალბატონო თამარ, აი დემარშს, პროტესტს და ბოიკოტს წინ არაფერი არ დაუდგება. ნამდვილად. გასაგებია. მოდით გადავიდეთ ლარის კურსზე. ვადაღებული თემაა, მაგრამ ძალიან სამწუხარო. და ვერ ავსდებით ალბათ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში კიდევ. თუმცა გვაქვს 10 პუნქტიანი გეგმა, რომლის წყალობითაც მართველი გუნდი აპირებს, რომ ეს საკითხი მოაგვაროს. რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენ დემოკრატიულ მოძრაობას, თქვენს გუნდში რა პოზიცია ეთანხმებით თუ არა ამ გეგმით გათვალისწინებულ პუნქტებს და ფიქრობთ თუ არა, რომ მას მხოლოდ დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია? მადლობა ღმერთს, ჩვენ აქ მთელი წლის განმავლობაში გვქონდა შესაძლებლობა საუბრობთ ასევე უკვე იმაზე, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის საფასურიც გაიზარდოს სხვა ბევრ პროდუქტთან ერთად. ბატონ თამარ, თქვენთან ერთად, თქვენს კოლეგასთან ერთად, ბატონ ნიკასთან ერთად ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ხოლმე წარმოგვედგინა ჩვენი პროგრამული პრიორიტეტები, მათ შორის სწრაფი ეკონომიკური განვითარების სტარტთან დაკავშირებით, რომელიც რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვენი ხელისუფლების წარმოდგენასთან სწრაფი ეკონომიკური განვითარების პარამეტრებთან დაკავშირებით და მაკროეკონომიკური პარამეტრები, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს ინვესტიციების შემოდინებისთვის ნუყიერი ნიადაგის შექმნას და რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის შექმნას ასევე ჩვენი ხელისუფლების ხედვები აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებულია ამისგან, იმიტომ რომ ის ინსტრუმენტები ეკონომიკური და ფინანსური, რომელსაც ჩვენ ვთავაზობდით ხელისუფლებას, მათი წარმოდგენით აბსოლუტურად განსხვავებულია. ჩვენ ვხედავთ, რომ ლარის კურსის ესეთი მეგა ცვლილებები იმ ბიჯის გათვალისწინებით ვამბობ, რომელიც დღიდან დღემდე ხორციელდება ხოლმე, ძალიან გავს სპეკულაციურ პროცესებს. რამდენად იღებს ამ პროცესში მონაწილეობას ქართული ეროვნული ბანკი, ძირითადად ასე ვთქვათ, კომერციულ ბანკებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ამითი დაინტერესებული უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის მთავრობა, აღმასრულებელი ხელისუფლება და მასთან დაკავშირებული პროკურატურა. იმიტომ რომ პროკურატურა ნაწილია აღმასრულებელი ხელისუფლებისა. მე ვერ ვხედავ პროკურატურის განცხადებებს, მე ვერ ვხედავ მთავრობაში განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, რატომღაც ისინი ამას ჩვეულებრივ და ბუნებრივ პროცესად თვლიან. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი დაგეგმილი არის 2 ლარსა და 45 თეთრზე, 2 და 50-ის ფარგლებში, ბუნებრივია ესეთი პროცესები, რომელიც გარდაულად მიგვიყვანს ჰიპერინფლაციამდე უკვე იანვრის თვიდან, ჯერჯერობით ინფლაცია ძალიან დაბალია. 0.2%. ამით ინუგეშებს ხელისუფლება თავს. ეს იყო მიზეზი იმისა, როდესაც პრემიერმა განაცხადა თავისი ცნობილი ფრაზა, რომ კურსო მივადევნებთ თვალკურსოას. კურსო დაივიწყეთ კურსიო, მივადევნოთ თვალი ეკონომიკური განვითარების პროცესოა რა.
ძალიან ბევრი ადამიანი ვერ მიხვდა თუ რა იგულისხმებოდა ამაში პროფესიონალების გარდა ბუნებრივია და ჩვენც გვყავს ჩვენი პროფესიონალები. მე არ გახლავართ ეკონომისტი და არც ფინანსისტი არა ვარ, მეც ვიღებ ასე ვთქვათ ინფორმაციას იმ ექსპერტებისგან, რომელთანაც გავდივარ ასე ვთქვათ კონსულტაციებს. სწორედ ამიტომ მკითხეთ რა პოზიცია გუნდში უშუალოდ. დიახ და ჩვენ ძალიან კარგად ხედავთ, რომ თუ ესე გაგრძელდა, ეს 0.2%-იანი ინფლაცია აუცილებლად დაიწყებს ჰიპერზრდას და უკვე იანვარ-თებერვალში ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ აუცილებლად მივალთ იმ მნიშვნელოვანი პირველადი პროდუქტების, სასურსათო პროდუქტების გაძვირებამდე და ასევე ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირებამდეც, რომელსაც ალბათ მარტის თვეში ვერ აუვლით გვერდს. მე ძალიან არ მინდა რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან ვესაუბროთ ჩემს ხელისუფლებას. იმიტომ რომ გინდა არ გინდა, ეს არის ჩემი ხელისუფლება, ჩემი ქვეყნის ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები გამიყალბეს, მიუხედავად იმისა, რომ არ დაუშვეს არანაირად, რომ ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა პარლამენტში ყოფილიყო წარმოდგენილი, ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ ჩვენი ხმა მივაწვინოთ ხელისუფლებას, თუნდაც იმ კონტექსტში, რომ ჩვენი დებულებებიდან რაღაცა მაინც გაიზიარონ და გაითვალისწინონ. ბოლო-ბოლო გვითხრან, რომ აი თქვენ დებულებებს ჩვენ არ ვეთანხმებით. რაღაცა ჯანსაღ კამათში მაინც შემოვიდნენ, მაგრამ როდესაც მე გუშინ წინ უსმენდი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში განვითარებულ მოვლენებს. და ვადევნებდი თვალყურს, იქ ჩემი პარტიის წევრები არ ყოფილან, არც ჩემთან დაკავშირებული ექსპერტები, იყვნენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ექსპერტები, მათ შორის ძალიან ცნობილი ენერგეტიკოსები, ჰიდროენერგეტიკოსები. გამოდიოდნენ მათ შორის გვარებს და სახელებს არ დავასახელებ, მაგრამ თუ საჭირო იქნება, ისინი თავად გამოგვეხმაურებიან. მე არ უტრირებ და არც რამეს ვასხვანაირებ, ასე ვთქვათ, რაც მოვისმინე, იმას ვამბობ, რომ მარტის თვიდან გამომდინარე იქიდან, რომ ენგურ-ჰესის ძირითად სადერივაციო სადაწნეო გვირაბზე უნდა განხორციელდეს გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. იმის გამო, რომ ფილტრაციული ნაკადების შედეგად 12 მეტრ კუბი არის წამში კარგვა იმ წყლისა, რომელმაც უნდა ელექტროენერგია მოგცეს. ეს დერივაცია გახლავთ თაღოვანი კაშხლიდან მიმდინარე, ესე ვთქვათ, სადაწნეო გვირაბი, რომელიც მიედინება სოფელ საბერიოში, აფხაზეთის მხარეს, სადაც ესე იგი სამანქანო დარბაზიდან უკვე ჩვენ ვიღებთ ელექტროენერგიას, არა, დადგმულ ელექტროენერგიას. ეს მარტივად რო ავხსნათ საზოგადოებისთვის. ახლა ეს ადამიანები აცხადებდნენ, რომ იმდენად საგანგაშოა მდგომარეობაო, რომ ეს მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების თემა კი არ არისო, არამედ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხთან არის დაკავშირებულიო, ვინაიდანო თუ კი ეს ასე ვთქვათ აგრეგატები და ეს ენერგოკვანძი გამოვა წყობრიდანო, ამას შეიძლება შეუქმნათ მთელ ჰიდროელექტროსადგურსო პრობლემაო. ამიტომ ჩვენ ველითო მსოფლიო ბანკიდანო შესაბამის გრანტებს დაფინანსებას შეღავათიან სესხს იმისთვის, რომ ეს სარეაბილიტაციო სამუშაოები დავიწყოთ. და როდესაც ერთ-ერთმა ადამიანმა იკითხვა დასვა, თუ რამდენი ხნით უნდა გაჩერდეს ჰიდროელექტროსადგური, რომლის გენერაციის წყაროც არის უმთავრესი შემადგენელი ჩვენი ენერგოსისტემისა, პასუხი იყო, რომ მინიმუმ 6 თვის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს, რომ შევიძინოთ ელექტროენერგია დაახლოებით 9 მილიარდი ესე კილოვატ-საათი ელექტროენერგიაზე არის საუბარი. ახლა მე ძალიან მარტივად ვსვამ, რომ როდესაც გუშინ კიდევ ერთხელ ამბობდნენ ჩვენი მესვეურები მთავრობიდან, რომ შეწონილი წილი, ხვედრითი წილი თბოელექტროსადგურებზე, რომელსაც ტარიფი ეცვლება, არ განსაზღვრავს ძირითად სამომხმარებლო ტარიფს. რატომ? იმიტომ რომ მთავარი წყარო ენერგოგენერაციის არის ჰიდროელექტროსადგურებიდან მიღებული ელექტროენერგია. ახლა რაც მე ჩემი ყურით მოვისმინე და თვალით დავინახე საქართველოს პარლამენტის დარგობრივ კომიტეტში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე. ხომ უკვე ცხადად ცხადყოფს იმას, რომ ის განცხადებები, რომ ტარიფები არ შეიცვლება, ეს მხოლოდ კეთდება დღეის მდგომარეობით და ხვალისთვის და ზეგისთვის. ანუ ძალიან გავს იმ ადამიანს, რომელიც ვარდება თქვა მაღალსართულიანი корпуსიდან და სანამ ძირს დაეცემა, მანამდე შუა სართულებს მიღწეული ამბობს, რომ ჯერ ყველაფერი კარგად არის. ჯერ ყველაფერი კარგად არის. არაფერს შიში არ ქონდეთ, მეგობრებო. ამ დროს ჩვენ ხედავთ, რომ მარტიდან უნდა გაჩერდეს ენგური. რომ ენგურის გაჩერება არის გადაუდებელი, გარდაუვალი ასე ვთქვათ, მოქმედება, რომელიც წინასწარ არის გაწერილი გამომდინარე საინჟინრო, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების თემებიდან, არა? ჩვენ ხედავთ, რომ ტარიფი ყველა ვარიანტში გაიზრდება. როდესაც ხელისუფლება გვეუბნება, რომ ავტოტრანსპორტის იმპორტზე აქციზი უნდა გაიზარდოს იაპონურ მანქანებზე, მარჯვენასაჭიერ მანქანებზე 3 გზის. როდესაც ჩვენ ხელისუფლება გვეუბნება, რომ საწვავზე ფასები უნდა გაიზარდოს ასევე საგრძნობლად აქციზიდან გამომდინარე. როდესაც ელექტროენერგია გაიზარდა, აქციზი ბენზინზე გავზარდეთ, დიზელის საწვავზე გავზარდეთ, როდესაც ხვნათესვის პროცესი გაზაფხულზე ჩავაგდეთ, ანუ გაუძვირეთ გლეხს. ეს ხომ უკვე გარდაულად მეტყველებს იმაზე, რომ პროცესი უკუშეუქცევადია, რომ ფასები აუცილებლად გაიზრდება და გაიზრდება შეუქცევადად და გაიზრდება არა
ოდნავ შეუმჩნევლად, არამედ საგრძნობლად. ამაზე ბუნებრივია. ფასები შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ ისე რომ მოსახლეობა ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ქალბატონ თამა კითხვას ვსვავთ. 634,000 ბენეფიციარი გვყავს ჩვენ სოციალური შემწეობის მიმღები, ხო? პენსიონერი, ეგრეთ წოდებული ისინი პენსიონერები სინამდვილეში არ არიან, თორე პენსია ჩვენ ვიცით, რომ დამსახურებული უნდა იყოს და წელთან ამსახურებების მიხედვით უნდა დიფერენცირებული იყოს, მაგრამ ის 180 ლარი ხომ რეალურად $75 იყო 2 თვის წინ. გახდა $65 დღეის მდგომარეობით და კიდევ უფრო ეცემა და ეცემა და ეცემა. მაშინ როცა სამომხმარებლო კალათა ფასებში მატულობს და მატულობს და მატულობს, მაშინ როცა საარსებო მინიმუმის გაანგარიშების წესიც კი არა გვაქვს ჩამოყალიბებული საკანონმდებლო დონეზე და რომელ 10 პუნქტიან და 4 პუნქტიანი გეგმის ხარდაჭერაზე შეიძლება იყოს საუბარი. მოვუსმინოთ და შემდეგ გავაგრძელოთ. საღამოშვიდობის გისმენთ. გამარჯობა. იცით მე თქვენ არის მის უგასწრებად. დიდ პატივს ჩემ როგორც არის მის. არ მესმის არაფერი საერთოდ. მე როგორც ჩანს ხორში მე. ხო ადამიანს რომ არის მის სამწუხაროდ არის მის სტუდიაში. ბოდიში საერთოდ არ მესმის და იქნებ თავიდან ჩამოაყალიბოთ ცოტა ხმამაღლა, მაპატიეთ. არაფერი მე მინდოდა მეთქვა რომ ძალიან დიდ პატივს გცემთ თქვენ როგორც პიროვნებას და მე როგორც პოლიტიკოსს, იმიტომ რომ გიყურებთ ხოლმე და ფაქტია რომ ყოველთვის ცდილობთ რომ სიმართლე ილაპარაკოთ, რაც აშკარად იგრძნობა. მაგრამ ეხლა ერთი საკითხი ის რაც შეეხება ენერგეტიკას. ეხლა თქვენ თვითონ თქვით რომ გადაუდებელი სამუშაოების გამო შეიძლება 6 თვის განმავლობაში. იცით რა ეს ხო პრინციპში ისეთი თემაა რომ ვერავის ვერ დავაბრალებთ მაგას და ამის გამო შეიძლება რომ გაიზარდოს ტარიფი დენზე ეს უკვე მერწმუნეთ რომ იმასთან შედარებით რომ რა კატასტროფა შეიძლება მოხდეს ეხლა გაძვირებას ავიტანთ 6 თვე და შეიძლება 1 წელიც ავიტანთ იმიტომ რომ თავარია რომ ეს ჩვენი ერგუხესი ნორმალურ მდგომარეობაში იყოს რომ ფიზიკურად არ დაემუქროს განადგურებით და რაღაცით მაგრამ რასაც თქვენ ამბობთ და რაშიც მე აბსოლუტურად გეთანხმებით გამომდინარე იქიდან რომ თქვენც მეთანხმებით ფაქტის კონსტატაციაში ხო რომ ეს რეალურად უნდა მოხდეს რა უდგას ხელისუფლებას წინ რომ არ იცრუოს და თქვა სიმართლე რეალურ ფაქტებთან საგნებთან დაკავშირებით. არა, გასაგებია, მაგრამ მაგის დროს მოვა. მაპატიეთ ერთ წამით გაგაწყვეტინებთ, ანუ მათ იმედი აქვთ, რომ მეორე არხს არ უყურებს საზოგადოება და პირდაპირ ტრანსლაციები, მათ შორის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის ხდომიდან ნაკლებ საყურადღებოა საზოგადოების ფართო მასებისთვის. ორგანიზაციაში მეორე არხია ჩართული. და ის 6 თვე რომ ითქვა, ის არის ასე ვთქვათ გამოთქმული მოლოდინი ზოგადად ჯერ დაფინანსებაც კი არ მიუღიათ სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაწყისად. და უნდა მიიღონ, მაგრამ იქ ითქვა, რომ ჯერჯერობით კონკრეტული ვადები არ არის მინიშნებული ამ თანხების მიღებისა, გამომდინარე იქიდან, რომ ტენდერში მონაწილეობა უნდა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციამ, საერთაშორისო კომპანიამ, უпростоრად ენერგეტიკულმა კომპანიამ და მოგეხსენებათ, რომ ამან შეიძლება გასტანოს არა მარტში, არამედ გადავიდეს აპრილ-მაისში და შემდგომი თვეები მოიცვას. იცით რა, იმედია, რომ ეს ისეთი თემაა, რომ შეისწავლიან თუნდაც საერთაშორისო ექსპერტები, ამას არ გადადებენ არც ერთ ვარიანტში. ეგ უნიკალური თაღოვანი შენობაა. იმედი ვიქონიოთ, რომ არ გადადებენ. იმედი ვიქონიოთ. უძლიერესი, ხო? გასაგებია. დიდი მადლობა. იმედი ვიქონიოთ, მე გეთანხმებით, რომ ეს არ არის თემა ქილიკის, ეს არ არის თემა ჩასაფრებულობის, მაგრამ ეს არის საკითხი სიმართლის პირში თქმის. იმიტომ რომ არ შეიძლება ჩვენ ხმალს ხალთაში ვმალავდეთ. რა პრობლემებიც გვაქვს ქვეყანაში, ამასთან დაკავშირებით ღიად უნდა საჯაროდ უნდა ვაცხადებდეთ. და როცა ვამბობთ, რომ ტარიფი არ შეიცვლება, ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს სამწუხაროდ მარტის თვიდან, მინიმუმ მარტის თვიდან აი ეს პროცესები უკვე შეუქცევადი იქნება, თუ კი გამართლდება ექსპერტების დამოკიდებულება საგანგაშო საკითხების მიმართ. და ეს ალბათ არ იქნება დროებითი, თუნდაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივია ელექტროენერგიის ტარიფი ძველ ნიშნულს უკვე აღარ დაუბრუნდება. და კიდევ ერთი ნიუანსი იცით, რომ 2008 წლამდე მიმდინარეობდა ინტენსიური რეაბილიტაცია სადაწნეო გვირაბის. მე ჩემი პირველი პროფესიით გახლავართ ინჟინერ ჰიდროტექნიკოსი და ძალიან კარგად ვიცი რაზე ვსაუბრობ. შეიძლება საზოგადოებამ არ იცის, მაგრამ ეს დერივაციული სადაწნეო გვირაბი ყოველთვის იყო პრობლემა ენგურჰესისთვის, ყოველთვის, მაგრამ ბუნებრივია მეორეს მხრივ შეიძლება ასეთნაირადაც აღვიქვათ, რომ ეს იყოს ქერის ორმო იმ დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუდმივი რემონტის ფარგლებში პერმანენტულად იღებდნენ გარკვეულ შემოსავლეს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას იმ ტიპის კომისია, რომელიც
აი ამ მიყენებულ ზიანს უпростоრად აი ამ ფილტრაციული კარგვის ხარისხს ნამდვილად შეისწავლის მაღალ დონეზე ობიექტურად და წარმოებული სამუშაოების მასშტაბებიც ფინანსურად იქნება სწორად წარმოდგენილი ხალხის. გასაგები, კიდევ ერთი მაყურებელია, მოგესალმებით, გისმენთ. გამარჯობა. 2014 წლის 17 ნოემბერს ჩემთან ღამის 3 საათზე შემოუშვეს მხუთავი გაზი. დიახ. მას შემდეგ არ წყდება ეს პერიოდულად. ესე იგი მიმართეთ საავარიო ამბობს, რომ გაჟონვა არ არის. მიმართეთ ბიზნესზე, ბიზნეს ცენტრი ამბობს, რომ ჩვენთან არაფერი არ არის. სად, ქალბატონო, საცხოვრებელ ბინაზე საუბრობ თუ სად? ნაძალადების რაიონი. მე დაგიტოვებ ჩემს ტელეფონს, მე გადაცემის მერე დაუკავშირდით მეორე არხის სტუდიას და შესაბამისად დამიკავშირდით და ამ თემაზე ინდივიდუალურად ბატონო, დიმიტრი ხდება ჩემო კარგო პოლიციისკენ. კი ბატონო, ამაზე ვიმსჯელოთ, იმიტომ რომ ეხლა უფრო საერთო საზოგადოებრივ საკითხებზე, ასე ვთქვათ, გავამახვილოთ ყურადღება. დიახ, კარგით, მაგრამ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ბატონ დიმიტრი, დაუბრუნდეთ ისევ შექმნილ ვითარებას და იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაზე სწორედ ახლა თქვენ საუბრობთ და რა შედეგით შეიძლება მოიტანოს ამ 10 პუნქტიან უნაგეგმამ, ასევე დაანონსებულია საჯარო სამსახურებში ხელფასების კლება 10%-ით და ასევე კლება ადამიანური რესურსის. რა მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს მოსახლეობა 2017-ში, როდესაც ამოქმედება ეს 10 პუნქტიანი გეგმა სრულად? სამწუხაროდ ჩემი პროგნოზი გამართლდა, გახდით ერთ-ერთი პირველი, ვინც განაცხადა იმის შესახებ, რომ საჯარო სექტორში იგეგმება ტოტალური შემცირებები, მათ შორის თავდაცვის სისტემაში. ამ შემთხვევაშიც მინდა რომ ფრთხილად მოვეგიდო საკითხს. ძალიან სათუთი თემა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არაერთგზის გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობას აღვინიშნებს, რომ ქვეყანაში დასაქმების ერთადერთი რეალური ალტერნატივა ეს არის საჯარო სექტორში დასაქმება. მაშინ შენ იღებ სოციალური დაცვის პაკეტსაც და გაქვს გარკვეული დაცვის რაღაცა იმუნიტეტიც. 360,000 საჯარო მოსამსახურის ვაკანსია არსებობს ქვეყანაში, ხო? ეს ადამიანები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია ვაკანსიებზე და დღეს სამსახურებში ირიცხებიან, ასევე მართავენ გარკვეულ კრედიტებს. აქვთ გარკვეული ვალდებულებები. მე არ მეგულება ჩემს გარშემო ადამიანი, რომელსაც ვალდებულებები, გარკვეული ვალდებულებები კრედიტებთან დაკავშირებით არ ქონდეს. თავიდან ჩვენმა ხელისუფლებამ 10 პუნქტიანი გეგმის პარკლებში განაცხადა, რომ იგეგმებოდა საბიუჯეტო სახსრების 10%-იანი შემცირება. მე მინდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომლის ბიუჯეტის 54% იხარჯება ხელფასებზე, სახელფასო დანამატებსა და პრემიებზე. მაგრამ აი ეს მინდა ძალიან ხაზგასმით აღვნიშნო. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც დაბალ თანამდებობებზე მუშაობენ, რომელთა ჯამაგირები 700-დან 1100 ლარამდე მერყეობს. რეალურად არ სარგებლობენ იმ სახელფასო დანამატებითა და იმ პრემიებით, რომელთაც სარგებლობენ მათი ხელმძღვანელი პირები. და როდესაც საუბარი არის 10%-იანი რესურსის შემცირებაზე სახელფასო ფონდისა, პირველ რიგში პოლიტიკოსმა, მმართველმა გუნდმა, პასუხისმგებლიანმა მუშაკმა უნდა გაითვალისწინოს ის განუზომლად დიდი პრემიები და სახელფასო დანამატები და არა დაბალ თანამდებობაზე მყოფი პირის ვაკანსია და გნებავთ მისი ჯამაგირი. ეს შემცირება არ შეეხება მათ, ვინც მაღალ პოზიციებს იკავებს? დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისინი როგორც აგრძელებდნენ მაღალ ანაზღაურებად თანამდებობაზე ყოფნას, ასევე აგრძელებენ. მე როდესაც დავსვი შეკითხვა, რომ მარეგულირებულ ორგანიზაციაში ხელფასები თქვენ მოგახსენებათ, რომ წლიური ხელფასი 300,000 ლარს აჭარბებს. პოლიტიკური თანამდებობის პირები, როგორიც არიან მინისტრები, ახლა წინა განათლების მინისტრის ჯამაგირი მოვიკითხეთ და აღმოჩნდა 14,000 ლარი. ეხლა ეს რამდენად ნორმალურია, რომ პედაგოგს ჰქონდეს 380 ლარი და მის უფროსს ჰქონდეს 14,000 ლარი. და ვიღაცა კიდე განმარტებებს იძლეოდეს, რომ ჩვენ რომ მას არ დაუნიშნოთ 14,000 ლარი, ის კორუფციის ჭაობში ჩაეფლობაო. ესე იგი რა გამოდის, რომ ქვეყანაში წესიერი თანამდებობაზე ასარჩევი პირები აღარ დაგვჭირა, რომლებიც უარს იტყვიან 150-ჯერ გაზრდილ ხელფასზე და უბრალოდ სოციალური სამართლიანობიდან გამომდინარე იტყვიან და დაეთანხმებიან ფორმულას, რომ არის ქვეყანაში მინიმალური ჯამაგირი. რამდენი იცით მინიმალური ხელფასი საჯარო სექტორში? 138 ლარი. მაგრამ ამასაც თავი დავანებოთ. სოციალური შემწეობები პენსიების სახით არის 180 ლარი? მოდი ჩემი ხელფასი იყოს 10ჯერ მეტი, კაი ბატონო, 15ჯერ მეტი.
მოვახერხებ ჩემი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის უზრუნველყოფას, ამ შემთხვევაში გასაგებია, ყველა სამართლიანად გაიზარდოს ჯერ თუნდაც 10 ლარით, 15 ლარით პენსია, ამის მერე გამეზარდოს მე ჯამაგირი. როგორ შეიძლება ასეთი არასინდისიერი, არასამართლიანი სტარტი ხორციელდებოდეს? ჩემი 14000 ლარი და თქვენი 180 ლარი? მით უმეტეს გეუბნებით, რომ აი უჩან ანუაშვილმა ესე იგი გამოაქვეყნა ერთი თვის წინ მე არ მეჯერა და მე გადამომოწმე და მართალი აღმოჩნდა. მინიმალური ჯამაგირი ქვეყანაში საჯარო სექტორში არის 138 ლარი. ხოლო კერძოში რამდენია იცით 20 ლარი. გასაგებია. აი დაუჯერებელი ფაქტებია და ამ ფონზე რა თქმა უნდა სოციალური უსამართლობა ნელ-ნელა კიდევ უფრო და ამ ფონზე საუბრობთ ასევე ადამიანური რესურსის შემცირებას. გააღრმავებს უნდობლობას ხალხსა და ხელისუფლებას შორის. ჩემი როგორც ოპონენტის, პოლიტიკური ოპონენტის ხელისუფლებისა ის კი არ არის მიზანი რომ ამ გააღრმავებას ხელი შეუწყო პირიქით, რომ უსკრული და ამ უსკრული სიღრმე დავანახო იმ ხელისუფლებას ვისი ოპონენტიც მე ვარ. და სამწუხაროდ ამ ქვეყანაში ხელისუფლებებს ყოველთვის აქვს პირობითი რეფლექსი, ესე იგი განსაკუთრებული უპატივცემულობით გასცენ პასუხი ოპონენტის რჩევას, დარიგებას გნებავთ გარკვეულ შენიშვნებს. სამწუხაროდ ასე. გასაგებია, ბატონ დიმიტრი, ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა და მოდით შეაფასოთ დემოკრატიული მოძრაობის 2016 წელი. როგორი იყო თქვენი პარტიისთვის? მე ვთვლი, რომ დემოკრატიული მოძრაობა და ზოგადად ნინო ბურჯანაძე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა როგორც საარჩევნო სუბიექტი იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამორჩეული საარჩევნო სუბიექტი, ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწესრიგებული. ბევრი საკითხი, რა თქმა უნდა, მოსაგვარებელი ჰქონდა და ძალიან ბევრ შემთხვევაში თავს იჩენდა ხოლმე ფსიქოლოგიური, გარკვეული პოლიტიკური წნეხიც და ზეწოლაც. მე ჯერ კიდევ 2014 წლიდან მახსოვს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, როგორც არ უნდა გაგვიკვირდეს, ჩვენ რაიონებში სიები ჩამოგვიშალეს. მაგალითად, ნინოწმინდის რაიონში, მაგალითად, თეთრი წყაროს რაიონში ჰქონდა პრობლემები და ეს ადამიანები ვერ ბედავდნენ უბრალოდ პოლიტიკურ პროცესში შემოსვლას და საარჩევნო სიებისში ადგილის დამკვიდრებას. ასევე მოხდა 2016 წელს, როდესაც ჩვენ ძალიან სერიოზული დარტყმა მივიღეთ, დავკარგეთ ფრაქცია თბილისის საკრებულოში რეალურად. მოხდა ჩვენი კომისიის წევრების მიმართ გარკვეული ფსიქოლოგიური ზეწოლის და სხვა ტიპის ზეწოლების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სასტარტო მოცემულობა დაახლოებით 10-დან 12%-მდე უდაოდ მეტყველებდა და ამას ვერ გაურბოდა, მათ შორის გაყალბებული სოციოლოგიური კვლევების ჩამტარებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენ მოგვიხერხეს და უპრეცედენტოდ გაგვიყალბეს არჩევნები, როდესაც აჭარაში მივიღეთ 7% და ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში მივიღეთ 3%, რისი ანალოგიც არ ყოფილა არასდროს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ოლიმპიური სიმშვიდით და განსაკუთრებული პრინციპულობით ვეგებებით ყველა იმ გამოწვევას, რომელიც ჩვენ წინაშე არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ კომპეტენტური, ასე ვთქვათ, გუნდი, ყავს ყველა მიმართულებით პოზიციის მქონე, ასე ვთქვათ, ლიდერები და ჩვენ შევძლებთ ამ პოზიციების დაცვას და რა თქმა უნდა ჩვენ შევძლებთ კვალიფიციური, არგუმენტირებული ოპონირების გაწევას ხელისუფლების მიმართ. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ისე არ უნდა ჟღერდეს, რომ ჩვენ დაველოდებით შვიდად იმ უსამართლობას, რომელიც ქვეყანაში სუფევს. რა თქმა უნდა, ჩვენ იმიტომაც ვართ პოლიტიკოსები, რომ ნებისმიერი პროცესი წარმართვათ ქუჩაში და თუ კი ჩვენ ეს ვერ შევძელით, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენი პოლიტიკური ფასიც იქნება ნულის ტოლფასი. დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ და მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ბატონი დიმიტრი ლორთქიფანიძე, დემოკრატიული მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი. მე ამით გემშვიდობებით, ბედნიერ უქმეებს გისურვებთ, ერთმანეთს შევხვდებით ორშაბათს, ნახვამდის.